ევროპის აღმავალი სამეფო ოჯახის წევრად დაბადებული, პრინცესა სტეფანია დიდებისთვის იყო განძირული, მაგრამ ამის ნაცვლად მან ქორწინებით სამეფო კოშმარში აღმოჩნდა. უსიყვარულო ქორწინებაში გაჭედიوما, მან ღალატისა და ავადმყოფობის ცხოვრება განლო, რის შედეგადაც მხოლოდ 22 წლის ასაკში უნაყოფო გახდა. შემდეგ, მხოლოდ 2 წლის შემდეგ, შოკისმომგვრელი შემთხვევა მის ცხოვრებას მთლიანად შეცვლიდა. შემომიერთდით, როცა მის ისტორიას ერთად გავეცნობით. პრინცესა სტეფანია კლოტილდა დაიბადა 1864 წლის 21 მაისს ლახენის სასახლეში, ბრიუსელის გარეუბანში, ბელგიაში. მისი მამა იყო პრინცი ლეოპოლდი, ბელგიის ტახტის მემკვიდრე და მეფე ლეოპოლდ I-ის ვაჟი, რომელიც ბელგიის პირველი მმართველი იყო ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1821 წლიდან. მისი დაბადებიდან მხოლოდ წელიწადნახევრის შემდეგ მისი ბაბუა გარდაიცვალა და მამამისი გახდა მეფე ლეოპოლდ II. სოფლიოსთვის ის აღიარებული იყო როგორც ძლიერი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც ბელგიას მნიშვნელობა მიანიჭა გლობალურ არენაზე, მიუხედავად მისი მცირე ზომისა. მან ქვეყანა გააოსო გრანდიოზული სასახლეებითა და დიდებული სამოქალაქო შენობებით, რითაც განამტკიცა თავისი რეპუტაცია, როგორც შორსჭრეტელმა მმართველმა. მაგრამ მისი მმართველობის ბრწყინვალე ფასადის მიღმა სიბნელე იმალებოდა. დღეს ლეოპოლდ II-ის მემკვიდრეობა საშინელებათა ისტორია. მან კონგო პირად სამფლობელოდ გადააქცია. რკინის ხელით მართავდა და მის მოსახლეობას მოგებისთვის იყენებდა. მისი მმართველობის დროს მილიონობით კონგოელი რეზინის პლანტაციებზე მონებად აქციეს და უამრავი სისასტიკე გადაიტანეს. ტრაგიკულად ამ პირობებს, დაავადებებსა და შიმშილთან ერთად კონგოელთა მოსახლეობის მკვეთრი შემცირება მოჰყვა. ასე რომ, სტეფანის ოჯახის სიმდიდრე ნაწილობრივ კონგოელთა სისხლიანი ფულით შეიქმნა. სტეფანის დედა იყო მარი ანრიეტა ავსტრიელი, ავსტრიის ჰაბსბურგების სამეფო სახლის წევრი. ავსტრია ის ქვეყანა იყო, რომელმაც ბელგია მე-18 საუკუნის უმეტეს ნაწილში მართა. მას და ლეოპოლდს 4 შვილი ჰყავდათ. მათი პირველი ქალიშვილი ლუიზა 1858 წელს დაიბადა. შემდეგ კი მათი ერთადერთი ვაჟი ლეოპოლდი 1859 წელს. თითქმის 5 წლის შემდეგ დაიბადა სტეფანი და 8 წლის შემდეგ მათ ყველაზე პატარა ქალიშვილი, კლემენტინა შეეძინათ. მიუხედავად ამდენი შვილისა, ბელგიის სამეფო ოჯახის საოჯახო ცხოვრება ბედნიერებისგან შორს იყო. მათი მშობლების ქორწინება მხოლოდ პოლიტიკური შეთანხმება იყო და მათ სრულიად განსხვავებული ინტერესები და ხასიათები ჰქონდათ. დროის განმავლობაში დაძაბულობა გაიზარდა და დედოფალი მარი ანრიეტა სულ უფრო მეტად შორდებოდა თავის ქმარს. 1870-იან წლებში დიდ დროს მისგან განცალკევებით ატარებდა. ამან სამეფო ცხოვრების მკაცრი შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა. და მომდევნო წლებში სტეფანი ბევრად უფრო ბნელ სამყაროში აღმოჩნდებოდა, ვიდრე ოდესმე წარმოედგინა. სტეფანის ადრეული წლები ტრაგედიით იყო აღბეჭდილი. 1869 წლის იანვარში მისი სამყარო დაინგრა, როდესაც მისი ძმა, ტახტის მემკვიდრე, გარდაიცვალა, რაც სამეფო ოჯახი გლოვაში ჩააგდო. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 4 წლის და ნახევრის იყო, ამ ტრაგედიამ სტეფანიზე ღრმა კვალი დატოვა და მისი მშობლების ქორწინების დაღმასვლა დაიწყო. შემდეგ 1871 წელს უბედურება კვლავ დატრიალდა. ევროპა კვლავ ებრძოდა სასიკვდილო დაავადებების ტალღებს, ტიფს, ყვავილს და საშიშ ლურჯ სიკვდილს, რაც ქოლერას მეცახელია და დიდხანს არ გასულა, რომ ბრიუსელში ეპიდემია მიფეთქა. სტეფანი, რომელიც ჯერ კიდევ 7 წლისაც არ იყო, მძიმედ დაავადდა ტიფით. კვირების განმავლობაში ის სიცოცხლესა და სიკვდილს შორის იყო უგონოდ სიცხიანი და ტკივილებით სავსე. მისი ოჯახი ყველაზე უცელოდა, მაგრამ ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად სტეფანია გადარჩა. 3 წლის შემდეგ სტეფანიას მკაცრი განათლება დაიწყო. მას სხვადასხვა საგანს მაღალ დონეზე ასწავლიდნენ და მრავალენოვანი იყო, თუმცა მას არ ანებიურებდნენ და მას და მის დებს მკაცრი დისციპლინით ასწავლიდნენ. 1875 წლიდან სტეფანია ხშირად აღმოჩნდებოდა სამეფო კარზე ყველაზე მაღალი რანგის ქალი. მისი უფროსი და ლუიზა გათხოვდა და ბრიუსელი დატოვა, ხოლო დედა ხშირად არ იმყოფებოდა დედაქალაქში. შემდეგ 1878 წლის ზამთარში მისი ბედი საბოლოოდ გადაწყდა. ის ჯერ კიდევ თინეიჯერი იყო, როდესაც გააცნეს ავსტრიის მემკვიდრე პრინც რუდოლფს, იმპერატორ ფრანც იოსების ერთადერთ ვაჟს და უზარმაზარი ავსტრო-უნგრეთის იმპერიის მემკვიდრეს. რუდოლფი 20 წლის იყო, ხოლო სტეფანია მხოლოდ 14-ის, მაგრამ მათი შეხვედრა შემთხვევითი არ ყოფილა. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ქორწინება. კულისებს მიღმა მოლაპარაკებები სრული სულით მიმდინარეობდა.
ავსტრიელები სტეფანიას შესაფერის პატარძლად მიიჩნევდნენ, რომელიც ტახტის მემკვიდრეობის გაგრძელებას უზრუნველყოფდა ვაჟი მემკვიდრეების გაჩენით. ზეწოლა უზარმაზარი იყო და ხანგრძლივი განხილვების შემდეგ ქორწინება დაიგეგმა. 1891 წლის 10 მაისს, სულ რამდენიმე დღით ადრე, მის 17 დაბადების დღემდე, სტეფანია და რუდოლფი ვენაში გრანდიოზულ ცერემონიაზე დაქორწინდნენ. მაგრამ სამეფო ბრწყინვალების მიღმა, მათი ქორწინების თავზე უკვე მუქი ღრუბლები იკრიბებოდა. სტეფანიასთვის დაოჯახებული ცხოვრება სულაც არ გავდა ზღაპარს. დიდი სიყვარული არ არსებობდა, არც ღრმა სითბო, მხოლოდ ვალდებულება. თავდაპირველად მათი ურთიერთობა კეთილგანწყობილი იყო, გარკვეულწილად ბედნიერიც კი, მაგრამ მალე ბზარები გაჩნდა. რუდოლფს ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა, ხოლო სტეფანი თავს სასახლეში გამომწყვდეულად გრძნობდა, მუდმივად დაკვირვების ქვეშ და თითქმის თავისუფლების გარეშე. მიუხედავად დაძაბულობისა, ქორწინებამ შვილი, ელიზაბეთ მარი გამოიღო, რომელიც 1883 წლის სექტემბერში დაიბადა. მაგრამ სიხარულის ნაცვლად, რუდოლფმა ეს ამბავი ძლივს დაფარული იმედგაცრუებით მიიღო. ხო, მას იმპერიისთვის მემკვიდრე ბიჭი უნდოდა. ის იქნებოდა მათი ერთადერთი შვილი და სტეფანიას ერთადერთი შთამომავალი. 1880-იან წლების შუა პერიოდში ის ბერწი იყო. მიზეზი? მისი საკუთარი ქმარი. რუდოლფი მხოლოდ ალკოჰოლიკი არ იყო, არამედ თავაშვებული მექალთანაც, რომელიც ვენაში უამრავ ქალთან ჰქონდა რომანი. მან მრავალი სქესობრივი გზით გადამდები დაავადება აიკიდა და ისტორიკოსების უმეტესობა თანხმდება, რომ მან სავარაუდოდ სიფილისი და გონორეა სტეფანიასაც გადასდო, რის შედეგადაც ის მხოლოდ 22 წლის ასაკში აღარ შეეძლო შვილების ხოლო. თავდაპირველად ექიმებმა პერიტონიც აბრალებდნენ. რუდოლფმა თავისი ავადმყოფობა საიდუმლოდ შეინახა და როცა სტეფანიამ სიმართლე გაიგო, უკვე ძალიან გვიანი იყო. ნაღალატევი და დამცირებული მას წყენა მთლიანად მოეცო. მან უარი თქვა, ქმართან ერთად ეძინა, რომელიც გამთენიისას სახლში ბარბაცით ბრუნდებოდა, ალკოჰოლისა და სხვა ქალების სუნით. ამასობაში რუდოლფი საკუთარ უბედურებაში ჩაძირული, კიდევ უფრო ღრმად ეფლობოდა გარყვნილებაში. 1880-იანი წლების ბოლოსთვის სასახლეში ყველამ იცოდა, რომ სტეფანი აღარასოდეს გააჩენდა კიდევ ერთ შვილს. რუდოლფის რომანები ისე გრძელდებოდა, თითქოს არაფერი შეცვლილიყო და ყველაზე ცუდი ჯერ კიდევ წინ იყო. რუდოლფის მრავალსაყვარელს შორის ერთ-ერთი განსაკუთრებით გამოირჩეოდა. ეს იყო ბარონესა მარი ვიცე. 1888 წელს მხოლოდ 17 წლის ასაკში ის ურთიერთობაში იყო 30 წლის მემკვიდრე პრინცთან. ამ პერიოდში რუდოლფის ქცევა კიდევ უფრო არასტაბილური გახდა. შესაძლოა მისი გამწვავებული სიფილისის გამო. ის და ვიცი რა დიდ დროს ატარებდნენ მაილინგში, ვენასთან ახლოს მდებარე განმარტოებულ სანადირ-სანადირო სახლში, რომელიც რუდოლფმა იყიდა და იმპერიული კარისგან თავის დასაღწევად პიპირად თავშესაფრად გადააქცია. 1889 წლის 30 იანვარს სტეფანი შოკის მონგრელი ამბავი მიიღო. იმ დილით მისი ქმარი, მემკვიდრე პრინცი რუდოლფი და მერი ვიცი რა მაილინგში გარდაცვლილები იპოვეს. მაილინგის ინციდენტმა, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, გამოიწვია გამოძიება და შეთქმულების, მკვლელობისა და პოლიტიკური ინტრიგების ჭორები წლების განმავლობაში ვრცელდებოდა. მაგრამ საბოლოოდ სიმართლე მძიმე აღმოჩნდა. რუდოლფმა თავის საყვარელს ესროლა და მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. ამგვარად, სულ რაღაც 24 წლის ასაკში სტეფანია დაქვრივდა და ვეღარ შეძლო შვილების გაჩენა. საინტერესოა, რომ წერილში, რომელიც სტეფანიას დაუტოვა, რუდოლფმა გარკვეული სითბო გამოხატა. თუმცა ეჭვგარეშეა, რომ მის ცხოვრებაზე მისი გავლენა ბევრ მხრივ საშინელი იყო. რუდოლფის გარდაცვალების შემდეგ სტეფანიას იმედი ჰქონდა ბელგიაში დაბრუნებულიყო, მაგრამ ერთი პრობლემა იყო, მისი ქალიშვილი. ელიზაბეთ მარი კვლავ ჰაბსბურგების პრინცესა იყო და იმპერატორის კარმა უარი თქვა ვენიდან მისი გაშვებაზე. სტეფანია, რომელიც ახლა ქვრივი მემკვიდრე პრინცესა იყო, იმ ქალაქში იყო გაჭედილი, სადაც არავინ სურდა მისი ყოფნა. მისმა ქმრის ოჯახმა ზურგი აქციეს და მისი ყოფნა რუდოლფთან დაკავშირებული ტრაგედიის მტკივნეულ შეხსენებად მიიჩნიეს. ამ მარტოობის პერიოდში მან ნუგეში იპოვა, რომანში, გრაფ არტურ პოდოტკისთან, პოლონელ არისტოკრატთან, რომელიც ყველაზე ბნელ დღეებში მის გვერდით იდგა. მაგრამ ბედმა ისევ დაატყა. პოდოტკი, რომელიც ჯერ კიდევ 40 წლამდე იყო, ხორხის კიბოთი დაავადდა. წარუმატებელმა ოპერაციამ მას საუბრის უნარი წაართვა და 1880 წლის მარტისთვის ის გარდაიცვალა.
სტეფანია, რომელიც ჯერ კიდევ რუდოლფის ძალადობრივ აღსასრულს გლოვობდა, კვლავ მწუხარებაში აღმოჩნდა. სევდისგან თავის დასაღწევად მან დაიწყო მოგზაურობა ხმელთაშუა ზღვისპირეთში. მალტაზე, ტუნისში, სიცილიაში, კორფუზე და სხვა ადგილებში ეძებდა ყურადღების გადატანას, შვებას ან იქნებ ახალ დასაწყისს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო და ხელახლა დაქორწინება შეეძლო, მეფე ლეოპოლდ ორს დიდი გეგმები ჰქონდა. მას სურდა, რომ სტეფანი დაქორწინებულიყო ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ახალ მემკვიდრეზე, არქიდუკა ფრანც ფერდინანდს. მაგრამ ეს ქორწინება არასდროს შედგა. ამის ნაცვლად 1890-იანი წლების ბოლოს სტეფანია ელემე ლუნიოიზე, უნგრელ არისტოკრატზე, შეყვარებული გახდა. ეს პოლიტიკური ალიანსი არ იყო, ეს სიყვარულის ქორწინება იყო. და ელემემ კათოლიკედაც კი მოინათლა, იმ იმედით, რომ მეფე ლეოპოლდის მოწონებას მოიპოვებდა. ეს არ გამოვიდა. კაცოხ წერილში მისმა მამამ კატეგორიულად უარი თქვა ქორწინების დალოცვაზე. ის არ დაუშვებდა, რომ მისი ქალიშვილი თავის სტატუსზე დაბლამდგომ კაცზე გათხოვილიყო. ამის მიუხედავად, სტეფანი მამას დაუპირისპირდა და 1900 წლის 22 მარტს ელიმირზე დაქორწინდა მირამარის სასახლეში, ტრიესტეს მახლობლად, რის შედეგადაც მან იმპერიული ტიტულები დაკარგა. ამ წლების განმავლობაში ოჯახური კონფლიქტები გრძელდებოდა. ბელგიაში დაბრუნებისას სტეფანის მამა ბერდებოდა და რადგანაც მას პირდაპირი მამაკაცი მემკვიდრე აღარ ყავდა, დაგეგმეს, რომ მისი დისშვილი, პრინცი ალბერტი, გამხდარიყო მეფე ალბერტ ტეპტიტი. ლეოპოლდი დიდი ხანია გაბრაზებული იყო თავის ქალიშვილებზე, რადგან მათ სოციალური სტატუსის ქვემოთ იქორწინეს და ფაქტობრივად საკუთარ შვილებად აღარ ცნობდა. მისი წყენა იმდენად ღრმა იყო, რომ მან სტეფანის აუკრძალა დედის დაკრძალვაზე დასწრება 1902 წელს და უარი თქვა მასთან შეხვედრაზე სიკვდილამდე. ლეოპოლდის გარდაცვალების შემდეგ 1909 წელს მის ქალიშვილებს ეგონათ, რომ უზარმაზარი ქონების ნაწილს მიიღებდნენ მემკვიდრეობით. ამის ნაცვლად მათ საკმაოდ შოკის მომგვრელი რამ აღმოაჩინეს. მან თავისი სიმდიდრის უმეტესი ნაწილი კაროლინ ლაკრუას დაუტოვა, თავის ბევრად უმცროს საყვარელს, რომელთანაც საიდუმლოდ იქორწინა სიკვდილამდე მხოლოდ 5 დღით ადრე. გაბრაზებულებმა სტეფანიამ და მისმა დებმა გააჩაღეს მძაფრი სამართლებრივი ბრძოლა, რომელიც 5 წლის განმავლობაში გაგრძელდა. ბოლოს სტეფანიამ შეძლო 5 მილიონი ფრანკის ოდენობის კომპენსაციაზე შეთანხმება. 1914 წლის ზაფხულში, როდესაც სახელმწიფო ვიზიტით სარაევოში იმყოფებოდა, ავსტრია-უნგრეთის იმპერიის მემკვიდრე ერცჰერცოგი ფრანც ფერდინანდი, ადამიანი, რომელზეც სტეფანიას მამას ოდესღაც სურდა, რომ მისი ქალიშვილი დაქორწინებულიყო, სერბმა ნაციონალისტმა გავრილო პრინციპმა მოკლა. მისმა სიკვდილმა გამოიწვია კრიზისი, რომელმაც სწრაფად გადაიზარდა პირველ მსოფლიო ომში. ხოლო რამდენიმე კვირის შემდეგ გერმანია ბელგიაში შეიჭრა, მიუხედავად მისი ნეიტრალიტეტისა და სტეფანიას სამშობლო მომდევნო 4 წლის განმავლობაში გერმანული ოკუპაციის ქვეშ დარჩა. რადგან ავსტრია-უნგრეთი ომში გერმანიის მოკავშირე იყო, სტეფანია აღმოჩნდა უხერხულ მდგომარეობაში, როცა ცხოვრობდა იმ იმპერიაში, რომელიც მის სამშობლოს ოკუპირებაში ეხმარებოდა. გარდა ამისა, ის დარწმუნებული იყო, რომ იმპერატორი ფრანც იოსები რაღაც ფორმით მონაწილეობდა თავისი მემკვიდრის ფრანც ფერდინანდის მკვლელობაში. საბედნიეროდ იმ დროისთვის ის და ელემირი ვენიდან შორს იყვნენ. 1906 წელს ისინი დასახლდნენ რუსოლცეს მამულში, რომელიც დღევანდელი სლოვაკიის ტერიტორიაზე მდებარეობს და იმ დროისთვის ერთ-ერთი იშვიათი ადგილი იყო, რომელსაც ომი არ შეხებია. იქ სტეფანია მთლიანად ქველმოქმედებას მიუძღვნა თავს და იპოვა მიზანი სამყაროში, რომელიც მის გარშემო იშლებოდა. როცა იმპერატორი ფრანც იოზეფი 1916 წელს გარდაიცვალა, სტეფანია და ელემირი ვენაში დაბრუნდნენ როგორც მისი დაკრძალვისთვის, ასევე ახალი მმართველის კორონაციის აღსანიშნავ ცერემონიებზე. ხოლო 2 თვის შემდეგ ელემირი უნგრული არისტოკრატიის პრინცად გამოაცხადეს, მაგრამ მათი სამყარო მალე დაინგრა. 1918 წლის ოქტომბერში ავსტრია-უნგრეთმა ომი წააგო და ცალკე უქვეყნებად დაიშალა. მიუხედავად იმისა, რომ ჰაბსბურგების დინასტიის უმეტესობა გადაასახლეს, სტეფანია და ელემირი გადარჩნენ. ისინი რუსოცეს მამულში დარჩნენ, თუმცა ხშირად მოგზაურობდნენ და ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ. სტეფანია და ელემირი პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მშვიდად ცხოვრობდნენ. იმ დროისთვის ის უკვე ბებია იყო, რადგან მისმა ქალიშვილმა 1900-იანი წლების დასაწყისში რამდენიმე შვილი გააჩინა. თუმცა სტეფანიასა და მისი ქალიშვილის ურთიერთობა 1920-იანი წლების დასაწყისში დაიძაბა. ეს გამოწვეული იყო ელიზაბეთ მარიას პირადი ცხოვრებითა და მისი პოლიტიკური შეხედულებებით. ის სოციალისტი იყო და ავსტრიაში წითელი ერცჰერცოგინიის სახელით გახდა ცნობილი. 1924 წელს საბოლოო განხეთქილების შემდეგ
სტეფანიამ და მისმა ქალიშვილმა ელიზაბეთ მარიამ, როგორც ჩანს, საბოლოოდ გაწყვეტეს ურთიერთობა და აღარასოდეს უსაუბრიათ ერთმანეთთან. ამ წლებში სტეფანიამ თავისი მემუარები დაწერა, რომლებიც 1935 წელს გამოიცა, ხოლო ინგლისურად 1937 წელს სათაურით „მე უნდა ყოფილიყავი იმპერატრიცა“. თუმცა ეს სრული ავტობიოგრაფია არ იყო, რადგან მან თითქმის არ ახსენა ნახევარი საუკუნე, რომელიც რუდოლფის გარდაცვალებას მოჰყვა. ამის ნაცვლად წიგნი 4 ნაწილად იყო დაყოფილი, ხოლო ბოლო ნაწილი სათაურით Tragic Mailing იყო წარმოდგენილი. ცხადი იყო, რომ მისი ისტორია ყოველ შემთხვევაში ის, რომლის მოყოლაც მან აერჩია, 1899 წელს მთავრდებოდა. შესაძლოა მისმა გამომცემლებმა იცოდნენ, რომ ეს იყო ის ვერსია, რომელიც მკითხველებს სურდათ. ან იქნებ მან უბრალოდ არ ისურვა თავისი პირადი ცხოვრების დეტალების გაზიარება იმ საბედისწერო დღის შემდეგ. 1939 წლის სექტემბერში დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. სტეფანი და მისი ქმარი ფრონტის ხაზთან ახლოს არ ცხოვრობდნენ და მეზობელი ქვეყნები ომის ყველაზე მძიმე ბრძოლებს გადაურჩნენ. თუმცა ომის ბოლოსკენ წყვილი შეწუხებული იყო ნაცისტების გეგმებით, რომლებიც რუცოსეს საველე ჰოსპიტალად გადაკეთებას აპირებდნენ, რადგან საბჭოთა წითელი არმია ცენტრალურ ევროპაში წინ მიიწევდა. როცა რუსები იქ 1945 წლის გვიან გაზაფხულზე მივიდნენ, სტეფანი და ელემირი პანენჰალმის არქიაბატობაში შეაფარეს თავი. ის იქ გარდაიცვალა 1945 წლის 23 აგვისტოს 91 წლის ასაკში. მან თავის ქალიშვილს 1 წლით ადრე მემკვიდრეობის უფლება ჩამოართვა და ელიზაბეთ მარი არ დასწრებია სტეფანის დაკრძალვას. ის დაკრძალეს არქიაბატობის კრიპტაში, ხოლო ელემირი, რომელიც თითქმის 1 წლის შემდეგ გარდაიცვალა, მის გვერდით დაკრძალეს. დიდი მადლობა ყველას, რომ უყურეთ ამ ვიდეოს. ბელგიის პრინცესა სტეფანიაზე იმედი მაქვს საინტერესო აღმოჩნდა თქვენთვის. მომწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ მის ცხოვრებაზე და თუ გაქვთ რაიმე შემოთავაზება, ისიც დაწერეთ ქვემოთ კომენტარებში. იმედი მაქვს თქვენთვის ეს საინტერესო იყო და ასევე იმედი მაქვს, რომ გამოწერილი გაქვთ არხი და ჩართული გაქვთ შეტყობინებები, რათა ჩემი ყველა ვიდეო მაშინვე მიიღოთ, როგორც კი ავტვირთავ. როგორც არ უნდა იყოს, ეს იყო ყველაფერი ჩემგან, ასე რომ გნახავთ შემდეგ გადაცემაში. დავიწყებული ცხოვრებები.